გაზეთ გურჯაანის ჟურნალისტმა ზვიად ბიაშვილმა დღეს სპეციალური განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ მას და მის ოჯახს პატრულ ინსპექტორი დავით მამისაშვილი ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა. უკარა ჟურნალისტის მიერ პატრულ ინსპექტორის მიერ დაწერილ ჯარიმათა გასაჩივრებას მოყვა. ჟურნალისტის განმარტებით პირველი ჯარიმა 2011 წელს მისი ოჯახის წევრს დაუწერეს, რომელიც შემდეგ გენერალურ ინსპექციაში გაასაჩივრეს. მეორე ჯარიმა 2012 წლის 26 მაისს იქნა დაწერილი და ისიც გასაჩივრდა. რის შედეგადაც ჟურნალისტის განცხადებით პატრულ ინსპექტორამ მას მესამე პირის მეშვეობით შემოუთვალა მუქარა. ზვიად ბიაშვილის განცხადებით ამ მუქარის დამადასტურებელი აუდიო ჩანაწერი აქვს, თუმცა ამ ეტაპზე არასაჯაროებს და გარკვეული მოსაზრებით მესამე პირის სახელსა და გვარსაც არასახელებს. კახეთის საპატრულო პოლიციის სამმართველოში აცხადებენ, რომ აღნიშნული ფაქტების შესახებ ინფორმაცია დღეს ჟურნალისტებისგან მიიღეს და საქმის შესწავლა აუცილებლად მოხდება. ახსნა განმარტება დავწერე საქართველოს საპატრულო პოლიციის უფროსის სახელზე და ყველა ეს ფაქტი, ის რა კითხვებიც მაწუხებდა, მოვითხოვე რომ გამოძიებულიყო და თან ამ ადამიანის ეს კანონის სახელით ძალადობა ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ შეწყვეტილიყო. ამას მოყვა უკვე მუქარები, ამ მუქარები და ეხლა მე ვითხოვ რომ ამ ადამიანს ეს ადამიანი ცდილობს რომ გამოძიებას ხელი შეუშალოს ამ მუქარებით, დააცადოს და თუ ესე გააგრძელებს მე ვითხოვ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურებმა მიიღონ ზომები იმისთვის შეუწყვეტონ უფლებამოსილება ჩამოართვან ენახი, იმიტომ რომ ადამიანი პოტენციური მკვლელი მითვლის რომ მე გესვრით.